გაკვეთილი აფხაზეთი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ახალი პროექტია, ამჯერად თბილისის 147 და 113 სკოლებში განხორციელდა. შემეცნებითი გაკვეთილების მსვლელობისას მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს აფხაზეთის გეოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ძველი და უახლესი ისტორიის, კონფლიქტის წინაპირობისა და მისი გმირების შესახებ. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2025 წლის ბოლომდე მე-10 და მე-11 კლასის 5000-მდე მოსწავლეს საშუალება ექნება ნახოს ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეომასალა, რომელიც აფხაზეთზე ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს. გრძელდება ჩვენი პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი. დღეს ვესტუმრეთ 157 და 113 სკოლებს. ამ სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის შესახებ. ძალიან საინტერესო აუდიტორია იყო, ინტერესით უსმინეს ფილმს. ფილმში აღწერილია აფხაზეთის ისტორია, კულტურა, უშუალოდ კონფლიქტის პერიოდი. გაიცნეს ქართველი გმირები. ვფიქრობ, ძალიან აუცილებელი იყო ეს პროექტი, ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი უნდა ჩაერთოს ამ პროექტში. იდეურად უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი ჯერ და მერე დავიბრუნებთ ტერიტორიულადაც. ბავშვებმა უყურეს ფილმს, ფილმი აფხაზეთის ისტორიის შესახებ, აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, გმირებთან დაკავშირებით, რომელიც ამომს ყავს, საინტერესო იყო, უღრმესი მადლობა და ყოველთვის მივესალმებით მის გავს აქტიობას, იმიტომ რომ ეს თემა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო არის და აფხაზეთი საქართველო და ჩვენ გვტკივა. ძალიან საინტერესო იყო, აი მთელი ეს ვიდეო თვალს ვერ ვაშორებდი ეკრანს და ძალიან კარგად არის გაკეთებული და ბევრი ახალი რაღაც გავიგე და ვისწავლე. და აი მედია მომავალშიც უფრო მეც გავიგებ, მაგალითად აი არ ვიცოდი ეს ძველი ისტორია აფხაზეთის შესახებ და ახლაც გავიგე და ძალიან კარგი იყო. ძალიან ბევრი რამე გავიგე ახალი, გურამ გაბისკერიაზე ვიცოდი და რომ გავიგე რომ ამის ვიზიტი უნდა ყოფილიყო. ძალიან გამიხარა და თქმა უნდა ძალიან მინდოდა მაგის დასწრება და ყურება. ჩემი მოგვარიც არის და გმირიც არის.